საუბრობს ქართული საზოგადოებაც. Რატომ? ალბათ იმიტომ, რომ ეს არ არის ერთი მორიგი რიგითი კარგი ახალი სერიალი, არამედ ეს არის უფრო სარკე, რომელმაც ძალიან ბევრი რამ დაგვანახა ჩვენი საზოგადოების, ჩვენი მოზარდების შიშები, შფოთვები, ჩვენი როგორც მშობლების მინუსები და ზოგადად მთლიანად და თუ ფართოდ მთლიანად საგანმანათლებლო სისტემის მანკიერებები. ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან კარგი სტუმარი გვყავს, რომელთან ერთადაც განვიხილავთ ამ გადაცემა, ამ მინი-სერიალს და მასში ასახულ თემებს. ფსიქოლოგი ნატა მეფარიშვილის ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრის ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი ნათია მალანია დღეს ჩვენი სტუმარი. ნათია, დიდი მადლობა, რომ ხართ დღეს ჩვენთან ერთად. პირიქით, თქვენი მადლობა დაინტერესებისთვის და მოწვევისთვის. დიდი მადლობა ასევე იმ სტატუსისთვის, სადაც ვრცლად ისაუბრეთ პროფესიულად აი ამ მინი-სერიალზე, რაც გახდა პრინციპში ჩვენთვისაც ინსპირაციის წყარო, რომ დღეს თქვენთან ერთად გაგვერჩია ეს თემა. მოდით დავიწყოთ შედარებით ზოგადი კითხვით. რამდენად რეალისტურად ასახავს მართლაც სერიალი Adolescence მოზარდების ემოციურ სამყაროს და პრობლემებს? მოდით დავიწყოთ საერთოდ მოზარდობის კრიზისით, რომელიც სწორედაც რომ კრიზისით, იმიტომაც არის ახალდებული, რომ ამ პერიოდში ძალიან ბევრი გამოწვევა აქვთ მოზარდებს და შესაბამისად სხვადასხვა სახის, სხვადასხვა მიმართულებით აქცენტები იჭრება ხოლმე მათ ცხოვრებაში და შესაბამისად მათი ოჯახების ცხოვრებაში. ამ ნამუშევარმა, რომელიც ერთის მხრივ ძალიან ხარისხიანად არის დაგეგმილი, გადაღებული და სცენარიც აბსოლუტურად კარგად გაწერილ თუ ასე თქვა განვითარება დრამატურგია, ხო? ნამდვილად. მეორეს მხრივ ძალიან კარგად აჩვენა ის გამოწვევები, რომელიც არა მხოლოდ დიდ ბრიტანეთში, ნებისმიერი, თქვათ, მსოფლიოს ქვეყანაში შეიძლება იყოს აქტუალური და აქედან გამომდინარე ჩვენთვისაც დადგა დრო, რომ უფრო თამამად და ღიად ვილაპარაკოთ ამ სირთულეებზე. ამიტომ შეიძლება ვთქვათ, რომ საკმაოდ რეალისტურია, აქცენტებს აკეთებს ძალიან მკაფიოდ და მნიშვნელოვანი არის, რას დავინახავთ ერთი ამათ რა მოგვაწოდეს, რა მოიტანეს ჩვენამდე, მაგრამ როგორ აღვიქვამთ, რადგან აქ მთავარი არ არის ისტორია თავარი არის ის აქცენტები და კითხვები, რომლებიც მათ დასვეს. კი ბატონო, და ჩვენც გავყვეთ ამ აქცენტებს. პირველი, რაც იქცევს ყურადღებას სალსახად, ეს არის არასრულწლოვანის დაკავების პროცესი, როგორ მოქმედებენ სამართალდამცავები, როგორ ეპყრობიან მკვლელობაში ეჭვმიტანილ მოზარდს, როგორ უხსნიან უფლებების თაობაზე, რაზე მეტყველებს ფილმის ეს ნაწილი. და აი ქართულ კონტექსტში რომ ვთქვათ, პარალელი გავავლოთ. ცოტა გაგვიჭირდება, მაგრამ ცადოთ. პირველ რიგში ჩემთვის არამხოლოდ როგორც ფსიქოლოგისტვის, ასევე სამართალმცოდნესთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს სერია და ეს ეპიზოდი. იდეაში 4-ვე ეპიზოდი აბსოლუტურად განსხვავებულ ლოკაციაზეა, განსხვავებული აქცენტებით და ეს პირველი ეპიზოდი, რომელიც იწყება საერთოდ დაკავების მომენტით და შემდგომ გრძელდება ისტორია განყოფილებაში, ძალიან კარგად ასახავს თუ როგორ უნდა ხდებოდეს არასრულწლოვანთა დაკავების პროცესში გარკვეული პროტოკოლების დაცვა, ვინაიდან უმეტეს შემთხვევაში, განსაკუთრებით საქართველოში, როგორც ვიცით, ეს არ არის ხოლმე გათვალისწინებული. დავიწყოთ იმით, რომ აბსოლუტურად მკაფიოდ უხსნიან დეტექტივ გამომძიებლები, როგორც მოზარდს, ასევე ოჯახის წევრებს, მათ უფლებებს, ღირსებით ეპყრობიან მათ. არის იქ ერთი ეპიზოდიც, თუ გახსოვთ, როდესაც ტანისამოსის გამოცვლასაც თავაზობენ და შემდეგ გადაყავთ განყოფილებაში. ასევე უხსნიან, რომ თუ აქვთ უკმაყოფილება, თუნდაც იგივე პოლიციელების მიმართ შეუძლიათ, რომ ამის შესახებ საჩივარი დაწერონ, თუ ძალიან აურიეს სახლი, შეგიძლიათ რომ მიმართოთო სასამართლოსო, ხო? ცოტათი მშურდა სიმართლედ ნატა, როცა უსმენდი, მაგრამ ოკეი, გავაგრძელოთ. ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ ისინი გარდა უფლებების, ასე ვთქვათ, ახსნისა, დროულად ატყობინებენ ადვოკატს და არ იწყებენ საერთოდ შხრეკის პროცესს, დაკითხვის პროცესს ადვოკატის მოსვლამდე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქართული პრაქტიკა ხშირად შხრეკის პროცესში დამატებითი მტკიცებების აღმოჩენის პრეცედენტებსაც გვახსენებს ხოლმე. ასევე ისინი ზრუნავენ ბავშვის ბაზისური მოზარდის, ბაზისური საჭიროებების დაკმაყოფილებაზე, ზრუნველყოფენ საუზმით, საკვებით კი ბატონო. ამავე დროს სამედიცინო პერსონალი არის იქ, რომელიც ერთის მხრივ ფიზიკური ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას იკვლევს და ამავე დროს გარკვეულწილად მენტალურ მდგომარეობას და რისკებს, თუნდაც იგივე თვითდამაზიანებელი ქცევების შესახებ განმარტავს მას და
თვითონ დაკითხვის პროცესიც არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი. როგორი აქცენტებია, როგორი ფორმულირება არის კითხვების, რამდენად დაცული არის ბავშვის უფლებები, დაწყებული კანონიერი წარმომადგენლის დასწრებით დამთავრებული ადვოკატის. და აქ ერთი ბოდიშით ძალიან მნიშვნელოვანია მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებს გააჩნიათ მტკიცებები, რომ დანაშაული მან ჩაიდინა, ისინი იცავენ უდანაშაულობის პრეზუმპციას და სანამ სასამართლო არ ცნობს მას დამნაშავედ, მას არ ეპყრობიან როგორც მსჯავრდებულს, ეპყრობიან როგორც ბრალდებულს. კი ბატონო, ეს უნივერსალური კანონები და წესები არის, როგორადაც უნდა მოეპყროს სახელმწიფო ინსტიტუტები, სისტემა ადამიანს, თუმცა აქ კიდევ უფრო მწვავედ და მძაფრად იგრძნობა, როცა არასრულწლოვანს და როცა მოზარდს ეხება საქმე, ხო? და როცა ჩვენ მოზარდების გამოკითხვაზე ვსაუბრობთ, აქვე რომ არ ვახსენოთ ხოლმე ის უდიდესი ტრაგედია, ლუკა სირაძის შემთხვევა, რაც დაატყდა მთელ საზოგადოებას რამდენიმე წლის წინ 15 წლის ლუკა სირაძემ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე სწორედ გამოკითხვის შედეგად და იქ განვითარებული პროცესების შედეგად, ხო? ისევ რომ დაუბრუნდეთ ფილმის შინაარსს და ამ მოზარდის თვალით რომ დავინახოთ, თუ მოზარდის ინტერესების დაცვით თვალსაზრისით რომ დავინახოთ, თითქოს მართლაც სისტემას უნდა ასეა ნაჩვენები ფილმში, რომ სისტემას უნდა ბავშვის გაგება, დახმარება, ცალსახა და არა დასჯა რა. დიახ, მთავარი აქცენტი სწორედ იმაზეა, რომ ისინი ცდილობენ გაიგონ მისი მოტივი, ისინი ცდილობენ გაიგონ რა წინაპირობა ჰქონდა ამ დანაშაულს. ისინი ცდილობენ ამ ადამიანის პიროვნების შესახებ, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია გაიგონ, ზუსტად იმისთვის, რომ ერთის მხრივ თანაფარდი და ადეკვატური იყოს სასჯელი, რომელსაც ისინი გამოუტანენ, მეორეს მხრივ აქ აქცენტი კეთდება განსხვავებით თუნდაც საქართველოს და სხვა ბევრი ქვეყნისგან გაცილებით უფრო ფინანსურადაც იაფიჯდება საწყის ეტაპზევე სწორი დაგეგმვა და თუნდაც იგივე სწორი სასჯელახსრულების სისტემის ესე თქვათ მიწოდება, ვიდრე შემდგომ რესოციალიზაციაზე მუშაობა, შემდგომ სხვა კადრების და სპეციალისტების ჩართვა. ამიტომაც არის თუნდაც რომ სისტემა ცდილობს გაიგოს მოზარდის ქცევის წინაპირობები, ისინი ცდილობენ არა სასჯელახსრულების სისტემამდე, არა საკანში დაელოდოს სასამართლო პროცესი, არამედ გარკვეულ შუალედურებაში, სადაც აგზავნიან ფსიქოლოგებს, ორ დამოუკიდებელ ექსპერტს, ეს არის კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი და სთხოვენ მათ სრული სურათის მიწოდებას, სანამ მიიღებენ გადაწყვეტილებას. ჩვენ ფსიქოლოგის ნაწილს აუცილებლად მიუბრუნდებით ჩვენი გადაცემის სრულობისას, თუმცა თქვენ ასპექტები ახსენეთ სხვადასხვა თვალსაზრისით საინტერესო და ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ეს არის სკოლა და სკოლის ნაწილი, როგორ შემოდის, ხო? სკოლის მასწავლებლებს და მთლიანად ადმინისტრაციას თითქოს ნაჩვენებია, რომ ძალიან უჭირს მოსწავლეების საჭიროებების იდენტიფიცირება და ესეთი ინდივიდუალური ემპათიური მიდგომის ჩამოყალიბება, ხო? რას გვაჩვენებს ფილმი ზოგადად საგანმანათლებლო სისტემის ხარვეზებთან მიმართებაში? თუ გახსოვთ, ზოგადად სერიალი რა სცენით იწყება. ეს არის, როდესაც გამომძიებელს გამომძიებელს ხდება თავისი მოზარდის შვილის ბოის შეტყობინება, სადაც ის ეუბნება, რომ კვლავ ტკივა და არ უნდა სკოლაში წასვლა. და რა რეაქცია აქვს მამას? აჰა, ისევ. როგორც წესი აღიქვამს როგორც სკოლიდან თავის არიდების მცდელობას. ანუ ეს ფაქტი თავიდანვე ჩემთვის საინტერესო აქცენტია, კი. კი, იმიტომ რომ უმეტეს შემთხვევაში საქართველოშიც ხშირი არის ხოლმე სკოლის დროს ან წინაღამით ან დილით გარკვეული ფიზიკური ჩივილი წამოჭრა ბავშვების დამოზარდების მხრიდან, რომლებსაც ერთის მხრივ მშობლები აღიქვამენ როგორც ესე თქვათ, გაცდენის სურვილს, მეორეს მხრივ და მაინც უშვებენ სკოლაში. მეორეს მხრივ, როგორც წესი, მედიკამენტით ცდილობენ, რომ ეს ტკივილი გაუყუჩონ, რომელიც შეიძლება იყოს აბსოლუტურად ემოციური მდგომარეობით განპირობებული და რატომ არ უნდათ ბავშვებს სკოლაში წასვლა? აქ ჩდება. ანუ ამ შემთხვევაში სიმპტომზე კი არ უნდა გავამახვილოთ ყურადღება მის გამომწვევ მიზეზზე, ხო? კი. რეალურად სკოლა გარდა იმისა, რომ არის აკადემიური სივრცე და პასუხისმგებელია სხვადასხვა ცოდნის მიცემით თუ ასე თქვათ გაფართოებით, სკოლა ასევე არის სოციალური სივრცე. უმეტეს შემთხვევაში შესაძლებელია
ბავშვებს, მოზარდებს არ კონდეთ მაინც და მაინც мотиваცია ან განწყობა აკადემიურ საქმიანობაში უფრო ეფექტურად და აქტიურად ჩართვის, მაგრამ მათთვის ხშირად სასიამოვნო არის ხოლმე თანატოლებთან, კლასელებთან იმ სივრცეში მათთან ერთად ყოფნა, მაგრამ ამ სერიალში სიტუაცია კიდევ უფრო მძაფრად გვიჩვენებს პრობლემას, რა ხდება სკოლაში. ერთის მხრივ სკოლა არის გადატვირთული. არ ყოფნის მას კადრები, როგორც ვხედავთ, უმეტეს შემთხვევაში შესაძლებელია, რომ არ იყვნენ სპეციალური თქვა წარმომადგენლები, არ გულისხმობ მასწავლებლებს, გულისხმობ თუნდაც ფსიქოლოგებს, ქცევით ანალიტიკოსებს, რომლებიც იქნებიან დამხმარე დამენეჯმენტირების პროცესში. ამავე დროს სკოლას არ აქვს რესურსი და კომპეტენცია, რომ ერთის მხრივ მართოს მოზარდების ქცევა და ჩვენ გულისხმობთ არა რეაქტიულ სადამსჯელო ღონისძიებებს, არამედ პრევენციულ, პროაქტიულ მეთოდებს, რა თქმა უნდა. და შესაბამისად, ამავე დროს იქ ჩანს, რომ სტაფს არ აქვს ავტორიტეტი მოზარდებში. ისინი მათ სიტყვას არ უსმენენ, ისინი მათზე ხუმრობენ, გადაობენ, ასე ვთქვათ, ხშირ შემთხვევაში საერთოდ ისე ტოვებენ ან შემოდიან კლასში, ნებართვას არ ითხოვენ. მეორეს მხრივ სკოლას არ აქვს ჰოლისტური ხედვა ბავშვის საჭიროებების, რაც გულისხმობს თუნდაც მისი ემოციური უნარების, როგორც განვითარებას და სოციალური, ხო? კი, რა თქმა უნდა. რეალურად თითქოს და არის იქ ეპიზოდი, როდესაც სკოლის წარმომადგენელი მსხვერპლის მეგობარ გოგონას თავაზობს ფსიქოლოგის ჩართვას, მაგრამ ესეც ძალიან ნიშანდობლივი იყო ჩემთვის, იმიტომ რომ იყო უარი მოზარდის მხრიდან, რადგან სკოლების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არ გულისხმობ ყოველთვის და ყველგან, მაგრამ ასევე მოზარდების მხრიდან განსაკუთრებით აღიქმებიან ხოლმე როგორც ერთ-ერთი რგოლი სისტემაში, რომელსაც რაღაც დონეზე არ უნდა ენდო, იმიტომ რომ წინ დაგხვდება ინფორმაცია, იქნება ეს დირექტორი, ადმინისტრაცია თუ მასწავლებლები და შესაბამისად მათ აქვს ამრიდებლობა მათთან კომუნიკაციის. რეალურად ნახეთ სკოლაში გარდა იმისა, რომ ჩვენ ვისაუბრეთ სტაფის გამოწვევებზე და ვთქვათ სამუშაო მიმართულებებზე, ვხვდებით ასევე ბულინგის მრავალმხრივ ეპიზოდებს. დაწყებული ფულის გამოძალვით, ბუფეტის ეპიზოდს შეგახსენებთ, დამთავრებული როგორც ვერბალური აგრესიული მეცახელებით, აბსოლუტურად ფიზიკური ძალადობით და ხშირ შემთხვევაში ეს ურთიერთობის პატერნი არის გადასული სოციალურ სივრცეში, რომელზეც ერთის მხრივ სკოლას არ აქვს რესურსი და ბერკეტი, რომ ამ პროცესში ჩაერთოს, მაგრამ მეორეს მხრივ, როგორც ჩანს, არ აქვს საკმარისი ღონისძიებები დაგეგმილი, დაწყებული თუნდაც ფსიქოგანათლებით. პრევენციული თვალსაზრისით ღონისძიებებს გულისხმობთ, ხო? ცხადია, ხო, ეს გამოწვევაა და თან აი მართლაც რომ ვუყურებთ, მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთია, copy-paste-ით შეიძლება აი ამ პრობლემატიკის გადმოტანა ქართულ რეალობაში. ჩვენ რამდენიმე წუთით რეკლამაზე გავალთ და რეკლამის შემდეგ კვლავ გავაგრძელებთ სკოლის კომპონენტზეც საუბარს, მშობლების როლზეც და ერთ სიტყვით იმ გამოწვევებზე, რაც გვაჩვენა მინისერიალმა Adolescence, იგივე ქართულ მოზარდობა და რომც არ გქონდეთ ნანახი, მომავალში ნახავთ, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც ორი სიტყვით გეტყვით, რომ ჩვენ დღეს ვსაუბრობთ ჩვენი გადაცემის ფარგლებში მოზარდების გამოწვევებზე, იმ გამოწვევებზე, რასაც ისინი ყოველდღიურად აწყდებიან სკოლის როლზე და მშობლების ხარვეზებზეც მათ შორის, ხო? ალბათ ეს სიტყვაც უნდა დავარქვათ და ცოტა სამუშაო მიმართულებებზე, რაც გვაქვს, ასე ვთქვათ, გამოსასწორებული და რასაც უნდა გავუსწოროთ თვალი. ეს ყველაფერი რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ. ოჯახის, ურთიერთობების და საზოგადოების მთავარი გამოწვევები. ფსიქოლოგია და მისი როლი ჩვენს ყოველდღიურობაში. შეხვედრა ფსიქოლოგთან ქალების რადიოს ეთერში. ნატა ასათიანთან ერთად. ქალების რადიო ურბანიკისგან. FM 93 და 1. რეკლამა ქალების რადიოზე. პრემიუმ ხარისხის ავტოგასაროჯის საშუალებების ბრენდი Z-Soul პროდუქტები შექმნილია სწრაფი სილამაზის კონცეფციის მიხედვით. უსაფრთხო, ოქროსფერი და თანაბარი რუჯისთვის. დამზადებულია იტალიაში. Z-Soul ოფიციალურად წარმოდგენილია ავერსის სააფთიაქო ქსელში.
მოიგე დაუვიწყარი კრუიზი, MacBook-ი და iPhone-ი. გრანდიოზული გათამაშება Ariel-ის, Head & Shoulders-ის, Pantene-ის და Oral-B-ის ბრენდებზე Nikora სუპერმარკეტში. შეიძინე პროდუქცია 1 აპრილიდან 15 მაისის ჩათვლით. მიიღე გათამაშების ერთი ბილეთი და გახდი იღბლიანი მომხმარებელი. გათამაშება ჩატარდება 23 მაისს 17 საათზე. Urbanikisgan ახალი მულტიფუნქციური ბიზნეს ცენტრი ინოფისი უზნაძეზე გთავაზობთ. საოფისე ფართები 20-დან 35,000 კვადრატულ მეტრამდე. მოსასვენებელი სივრცეები 12,000 კვადრატული მეტრი. კვების ობიექტები, რეკრეაციული ზონა 8,000 კვადრატული მეტრი. 580 ავტომობილზე გათვლილი პარკინგი. ფართები როგორც ყიდვით, ასევე იჯარით. დაგვიკავშირდით 2 31 88 88. რეკლამა ქალების რადიოზე 2 31 88 88. ქალების რადიო ურბანიკისგან FM 93 და 1. ოჯახის, ურთიერთობების და საზოგადოების მთავარი გამოწვევები. ფსიქოლოგია და მისი როლი ჩვენს ყოველდღიურობაში. შეხვედრა ფსიქოლოგთან ქალების რადიოს ეთერში. ნატა ასათიანთან ერთად. დავბრუნდით ეთერში, ვსაუბრობთ Netflix-ის მინისერიალზე Adolescence, იგივე მოზარდობა, შესაბამისად ვსაუბრობთ მოზარდების გამოწვევებზე და ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი ნათია მალანია. ნათია, სკოლის როლზე ვისაუბრეთ და რადგან სკოლის როლის ფარგლებში ახსენეთ თქვენს ბულინგის ფაქტები, რომელმაც უკვე გადაინაცვლა რეალური სამყაროდან სოციალურ ქსელებში, სოციალური მედიის და კიდევ უფრო მეტად საზოგადოების მიერ დაწესებულ სტანდარტებზე რომ ვისაუბროთ, ხო? რომ მოზარდები იზრდებიან, ეჯახებიან იმ მოთხოვნებს, რომლებსაც სოციალური მედია და იქ გაბატონებული რაღაცა სტერეოტიპები თუ საზოგადოება ვუწესებთ მათ, რომელსაც ვერ აკმაყოფილებენ. ამ დროს რა ხდება? და რატომ არის ეს მდგომარეობა ასეთი საშიში? ძალიან კარგი კითხვა. რეალურად ბუნებრივია ძალიან ბევრი ბენეფიტი და პლუსი აქვს არა მარტო სოციმედიას, ზოგადად თანამედროვე ტექნოლოგიებს. რების თვალსაზრისით იყენებენ და იმედი მაქვს კიდევ უფრო მეტად გამოვიყენებთ. თუმცა ამავე დროს ერთის მხრივ ეს არის რისკი იმისი, რომ რეალური ცხოვრებიდან ვირტუალურ ცხოვრებაში გადაინაცვლონ განსაკუთრებით მოზარდებმა და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რადგან ჩვენ ვახსენეთ ეს კრიზისი, ხო, იდენტობის და საკუთარი თავისიების პროცესი დაწყებული გარკვეული სექსუალური იდენტობის დამთავრებული, ზოგადად ვინ ვარ, რა შემიძლია, რა მინდა რომ გავაკეთო, თუ როგორი მინდა რომ საერთოდ ვიყო. და უმეტეს შემთხვევაში მათ არაცდიან, მოზარდებს არაცდიან ხოლმე პასუხების დამოუკიდებლად. ბუნებრივია, ეს აბსოლუტურად ჯანსაღი პროცესია და გარკვეულ ექსპერიმენტებსაც გულისხმობს. ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მსგავსი ქცევითი თუ ემოციური ქცევითი პატერნები შენარჩუნდება მომდევნო მოზარდობიდან მოზრდილობის პერიოდში. უბრალოდ სოციალური მედია ერთის მხრივ ეუბნება როგორი უნდა იყოს და ხშირ შემთხვევაში არის ძალიან მაღალი სტანდარტები დაწყებული ეს გარეგნობით, შეიძლება ჩვეულებრივი მოზარდისთვისაც ისეთივე თვითკრიტიკული გამონათქვამები, ვისთვის არის დამახასიათებელი კიდევ უფრო მძაფრი იყოს თანატოლების კომენტარები, რომლებსაც ისინი უტოვებენ მათ. ასევე გარკვეული სტანდარტები, თუნდაც იგივე ფემინურობის, მასკულინურობის კუთხით და ამაზე მე პოსტშიც აღვნიშნე, რომ რეალურად არა ჯანსაღი, არა ჰუმანური ეს მოთხოვნები, რომელსაც განსაკუთრებით ბიჭებს უყენებენ ხოლმე. მოდი უფრო ჩავშალოთ, უფრო დეტალურად რომ ვილაპარაკოთ, რა არის ეს მოთხოვნები, აი ტოქსიკურ მასკულინურობად, რაც შემდგომ შეფასდა, ხო? რას თხოვს სოციალური მედია დღეს და საზოგადოებაც შესაბამისად მოზარდებს? პირველ რიგში, მოდით მაშინ ორ თემას გავაერთიანებ, ზოგადად მოთხოვნები და მეორეს მხრივ, თქვათ, სოციალური მედიის მეშვეობით წამოჭრილი მოთხოვნები. დავიწყებ ცოტა შორიდან, როგორც წესი, აქცენტი კეთდება წარმატებულობაზე და პოპულარობაზე. კი ბატონო. მე ძალიან ბევრი
პატარა ასაკის 8-9 წლის ბავშვს ვიცნობ, რომელთა ასე თქვა მთავარი მიზანი არის რომ გახდნენ პოპულარულები. და როგორც წესი, ამას ონლაინ სივრცეში ცდილობენ, სხვადასხვა ვიდეოების, სხვადასხვა rilsების დადებით ეს ცალსახად შემოჭრილი განცდა ალბათ, ხო? კი, ბუნებრივია, რა არის ფასეულობა, რას ვეძახით ჩვენ წარმატებას, თუნდაც რის საფუძველზე ვახერხებთ ან ვახდენთ აღიარებას, ხო? ანუ ეს აბსოლუტურად ბუნებრივი მოთხოვნილებაა ბავშვების დამოზარდების, რომ იყვნენ აღიარებულნი, მათი აზრი იყოს მნიშვნელოვნად მიღებული და ამავე დროს იყვნენ უპირობოდ მიღებულნი, გარკვეული სიყვარულის დამსახურება არ სჭირდებოდათ, მაგრამ როგორც წესი, მათ უწევთ სიყვარულის და ყურადღების დამსახურება, კი. დაწყებული თუნდაც იგივე მაღალი აკადემიური მოსწრებით და წარმატებით სხვა სფეროებში, სპორტში მათ შორის. სპორტში, ბიჭების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მასკულინური აქტივობები უნდა იყოს ეს და არა ხატვა, როგორიც იყო ჯეიმის შემთხვევაში, მაგალითად სერიალში. და სერიალშიც პატარა პარალელი რომ გავავლოთ, მამა რომ ყვება, ხო, რომ წარუმატ რამდენიო ვერ თამაშობდა კარგად ფეხბურთს, იმდენი სხვაგან ვიყურებოდიო, ხო, ეს სირცხვილი არ ეგორძონა. ეს როგორ იკითხება მოზარდისთვის, ერთის მხრივ მამას ჩემი სხვენია, მეორეს მხრივ მამას არ შეუძლიან უჭირს ჩემი წარუმატებლობის შეცდომის მიღება. და ვთქვით რომ მით უმეტეს თუ კი ის არის ავტორიტეტი და ვთქვათ ემოციურად მნიშვნელოვანი მოზარდისთვის, მისი აზრი, მისი შეხედულებები, მისი ქცევები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მოზარდისთვის. ამიტომაც ჯეიმისთვის განსაკუთრებით უსიამოვნო და მტკივნეული იყო აი ეს იგნორი, თვალის არიდება. და ამავე დროს ამ ეპიზოდს თავად მამაც აღნიშნავს და ის ამბობს, რომ თან თითქოს სურდა, რომ ჩართულიყო და დაეცვა თავისი შვილი, მაგრამ გარკვეული ეს მასკულინური აუცილებლად წარმატებაზე ორიენტირებული განწყობა ხელს უშლიდა სხვა მამების წინ, რომ იგივე გაეკეთებინა. შეიძლება მარტოები რო ყოფილიყვნენ გაეკეთებინა კიდევაც. ამაზეა აქცენტი. რაც რომ დაუბრუნდეთ თქვენ კითხვას, ნახეთ, ერთის მხრივ ჩვენ ვთქვით, რომ აი ეს მაღალი აკადემიური მოსწრება ერთის მხრივ ისედაც სტრესულია თავად ბავშვებისთვის და სკოლაც ამაზე აპელირებს ფაქტობრივად სოციალური და ემოციური უნარების დაიგნორების ხარჯზე. მეორეს მხრივ აი ეს აღიარება და პოპულარობა, რაც მოზარდებს უკვე თანატოლების ჯგუფში სჭირდებათ. თუ კი უფრო შუა ან ადრეული ბავშვობის შემთხვევაში ზრდასრულები არიან ავტორიტეტები, ოჯახის წევრები არიან. ვექტორი სწორდება თანატოლებზე. დიახ, შესაბამისად, აქ ერთის მხრივ მნიშვნელოვანია რა როლური მოდელები მყავს მე და როგორც წესი პოპულარული გოგოები და ბიჭები არიან ასე ვთქვათ ძლიერები როგორც წესი ან ლამაზები გოგოების შემთხვევაში და აქედან გამომდინარე მოზარდს იმისთვის რომ ერთის მხრივ მოიპოვოს ამ ალფა ჯგუფის აღიარება უწევს რომ თავადაც იგივე ქცევის პატერნები გაიმეოროს მეორეს მხრივ ეს მას საკუთარი თავის დამკვიდრებაში საკუთარ თავთან კიდევ უფრო თავდაჯერებულად ყოფნაში ეხმარება მაგრამ ეს მოთხოვნები იმდენად იზრდება რომ მიაღწევს თითქოს ერთ საფეხურს, შემდგომ მოდის ახალი სტანდარტი, შემდგომ კიდევ ახალი განცდა არ მოდის? არა. აქცენტი კეთდება შედეგზე და არა პროცესზე. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ეს, რომ ხშირ შემთხვევაში ეს მოზარდები იზრდებიან, ხდებიან ზრდასრულები, რომლებიც ასევე თითქოს აი წარმატებაზე დაგეშილი თაობა ხდებიან და მათ უჭირთ აქ და ამჟამად ყოფნა, მათ უჭირთ პროცესით სიამოვნების მიღება შედეგის მიუხედავად, როგორიც არ უნდა იყოს ის. ეს წარმატებაზე ასეთ დიდი აქცენტის გაკეთება და წარმატება თან რაღაცნაირად გაიგივდა პოპულარობასთან, ხო, ამ თაობაში, იმიტომ რომ რასაც სკროლავენ, ადამიანების წარმატება გადის მათ პოპულარობაზე, რაოდენობაზე, იმ რაღაცა rilsების რამდენი ნახვა აქ და ასე შემდეგ, ხო? თავარი პრობლემა აი ამ თვალსაზრისით მაინც სოციალურმა მედიამ შემოიტანა? ის არის გარდამტეხი აი ამ ასე ვთქვათ რეალობის. სოციალურმა მედიამ ასე ვთქვათ გაამძაფრა. მე ესე ვიცოდი. რეალურად წარმატებაზე და პოპულარობაზე, ასე ვთქვათ, სულ ოცნება თუ გარკვეული მცდელობები ნორმალურია და თვით გამოხატვის და თვით დამკვიდრების ჯანსაღი მექანიზმები აბსოლუტურად ნორმალურია. უბრალოდ აქ საუბარი არის რის ხარჯზე და ხშირად ეს არის ხოლმე მენტალური ჯანმრთელობის ხარჯზე. რადგან ერთის მხრივ სოციმედია არის შემფასებელი, არის კრიტიკოსი, არის მუდმივად უკმაყოფილო. ესე რომ შევხედოთ
მომთხოვნი მშობელივით არის, რომელიც სულ გეუბნება, რას აკეთებ არასწორად, რა უნდა გააკეთო უკეთესად. რომ მეტი ნახვა და მეტი გამომწერი ყავდეს, ხო? კი, აბსოლუტურად. მაგრამ არ გაძლევს, ასე თქვათ, მხარდაჭერას, არ არის ემპათიური შენს მიმართ და ამავე დროს გაძლევს ძალაუფლებას. ნახეთ, ესე შევხედოთ, კიდევ ბავშვები, მოზარდები, რომლებიც შეიძლება რეალურ ცხოვრებაში ვერ ახერხებენ თვით დამკვიდრებას, სოციალურ ქსელებში კომენტარების იქნება ეს თუ სხვა ქცევების მეშვეობით გარკვეული კონტროლის და ძალაუფლების განცდას იძენენ და შესაბამისად გარკვეულ საზღვრებს ცდებიან. შესაძლებელია მათ არ კონდეთ განზრახვა და მოტივი, რომ ვინმეს გული ატკინონ ან დაამცირონ, ხშირ შემთხვევაში აქვს. შესაძლოა ესეც რომ კონდეთ. ხომ არ ფიქრობთ, ნათია, რომ ცოტა ჩვენი მხრიდან, უფროსების მხრიდან არის რაღაცა რომანტიზებული ბავშვობა და რაღაცა ნათელფერად ფერებში წარმოდგენილი და ამით თითქოს ჩვენ თავარი გვავიწყება, რომ ბავშვები შეიძლება ძალიანაც სასტიკები იყვნენ, რა ვიცი, ჯერ კიდე ფროიდი ამბობდა, ხო, როდის რომ მათ აქვთ ეს სხვანაირი აზრებიც, რასაც ზოგჯერ თვალს ვერ ვუსწორებთ. აი ამ ნაწილზე რამდენად ჩვენ გვაქვს გაცნობიერებული, რომ ბავშვებს ამ თვალსაზრისითაც სჭირდებათ მხარდაჭერა. სწორად აღნიშნეთ, ასე ვთქვათ, ერთმანეთის ანაბარა და ერთმანეთის აი ამ ძალიან მწარე კომენტარების ანაბარა. მესმის. ნახეთ, გარკვეულწილად დესტრუქციული ინსტინქტები ყველა ჩვენგანშია, ბუნებრივია. უმეტესი შეიძლება ვთქვათ სხვადასხვა გზებით ახერხებდეს მათ გამოვლენას, თუნდაც დაწყებული სპორტით, სადაც გარკვეული ძალისმიერი ქმედებები წახალისებულიც და საჭიროც კი შეიძლება იყოს, მაგრამ ვერ დაგეთანხმებით რომანტიზირების ნაწილში მე აქ პირიქით კიდევ უფრო კარდინალური მოსაზრება გამაჩნია, რომ ხშირ შემთხვევაში საერთოდ ვერ ვხედავთ ჩვენ ბავშვების საჭიროებებს ან მათ ემოციურ თუ თქვათ სხვა სახის შინაგან განცდებს. როგორც წესი აქცენტი ქცევებზე კეთდება და ასევე ხშირად გარკვეული ქცევები პირდაპირ მიეწერება ხოლმე პიროვნულ მახასიათებლებს, ესეთი ხარ, აგრესიული ხარ, ჰიპერაქტიული ხარ, მაგრამ რეალურად თუნდაც იგივე ბულინგის შემთხვევები, რო განვიხილოთ სერიალშიც კარგად ჩანს, რომ ხშირად და ეს არ არის ფსიქოლოგია ახალი ბულერები თავად არიან სხვა შეიძლება სივრცეში თუნდაც მსხვერპლი და ისინი გარკვეულწილად კომპენსირებას ახდენენ თავიანთი აი ამ უსუსურობის თუ მსხვერპლის როლიდან გამოსვლას ცდილობენ და გადადიან შესაძლოა მოძალადის როლში. ამიტომ ამ სერიალმა კარგად აჩვენა, რომ მსხვერპლი არ არის მხოლოდ კეიტი, მსხვერპლი არის რეალურად ჯეიმიც, მსხვერპლი არის კეიტის დაქალი უახლოესი, რომელიც ნახეთ ერთი ფრაზა იყო ჩემთვის ძალიან ისეთი ნიშანდობლივი, რომ გოგონა ამბობს მასწავლებელთან. კეიტი იყო ერთადერთი ადამიანი, რომელთანაც მე თავს ნორმალურად გრძნობდი. ეს კიდევ ცალკე ფენომენია, ხო? ანუ რას ნიშნავს იყო ნორმალური, ან როგორ შეიძლება გაგრძნო ნორმალურად და აი ამ სოციმედიას ზუსტად ამაში ვადანაშაულებ, რომ ისინი მეუბნებიან, რომ უნდა ვიყო განსხვავებული, გამორჩეული, მაგრამ ამავე დროს არ მპატიებენ, როდესაც ვარ განსხვავებული და გამორჩეული. დიახ. კი, და მართლა ძალიან დიდი დილემის წინაშე უწევთ ამ მოზარდებს ყოფნა. ამ თვალსაზრისით მშობლების როლიც ძალიან კარგად არის დანახული და ამაზეც ვილაპარაკებთ, თუმცა მანამდე ჩვენი მსმენელისგან შემოვიდა კითხვა, როგორ დავიცვათ ბავშვი ბულინგისგან, რამდენად სწორია, რომ ბაღის ასაკიდან ვასწავლოთ თავის დაცვა და როგორ უნდა მოხდეს ეს სწორადო. ნუ თავის დაცვაში მშობელი რას თქვენ როგორ განმარტავთ, მოდი ჯობია ესე დავსვათ კითხვა. პირველ რიგში თავის დაცვის პირველი საფეხური ალბათ ის არის, რომ ვიცოდე, რომ რაღაცა რიგზე არ არის. მაგრამ ეს ძალიან ისეთი გლობალური საკითხია, იმიტომ რომ სისტემურ მიდგომას საჭიროებს რეალურად ძალიან ადრეული ასაკიდანვე, თუნდაც ოჯახიდან, ბაღიდან უნდა ხდებოდეს ბავშვების ფსიქოგანათლება. რა სახის მოპყრობა მათთან, რა სახის ქცევები არის, მისაღები, რა არის საზღვრები, პირადი იქნება ეს თუ ზოგადად ფიზიკური საზღვრები. ასევე როგორ შეიძლება თავი დაიცვან, ეს შეიძლება იყოს ერთის მხრივ, ნუ ასაკიდან გამომდინარე სხვადასხვანაირად შეიძლება იყოს დაწყებული თუნდაც ამ ადამიანის მიმართ
გაზიარებით საკუთარი განცდების, რა იცი რამე ეს მწყინს და გთხოვ ესე არ მოიქცე დამთავრებული შეიძლება პედაგოგის ან მშობლის ჩართვით, მაგრამ მოზარდებთან ცოტა სხვანაირად არის ეს პროცესი, უმეტეს შემთხვევაში ისინი ნაკლებად აზიარებენ სახლში ყოველდღიურ ისტორიებს, როგორც წესი, მშობლებს არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია და ასევე სკოლა არ იმჩნევს ხშირ შემთხვევაში ან ვერ იმჩნევს, იმიტომ რომ არ აქვს მექანიზმები რომ ჩაერიოს. მექანიზმები და რესურსიც, ხო? აი დიდ სურათში თქვენს პოსტშიც ამახვილებდით ამაზე ყურადღებას. ფაქტია, რომ ბულინგმა გადაინაცვლა დიდი წილი სოციალურ ქსელებში, კიბერბულინგი, რომელიც მართლაც 21 საუკუნის გამოწვევაა, როგორც ზოგადად საგანმანათლებლო სისტემისთვის, ასევე ოჯახებისთვის, მთლიანად საზოგადოებისთვის. კიბერსივრცე რაღაცნაირად ცალკე არის დატოვებული თითქოს. ვინ უნდა იყოს ამ როგორ შეგვიძლია რომ ჩვენი შვილების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლები უნდა ვიყოთ ყველგან, სანამ ისინი სრულწლოვანებას მიაღწევენ, ხო? ეს არის უდიდესი სივრცე, სადაც ჩვენ ასე ვთქვათ, ვერ შევდივართ. როგორ ფიქრობთ, რა უნდა იყოს ამ შემთხვევაში გამოსავალი? იქნებ პრევენციული ღონისძიებები იყოს გამოსავალი. აქაც ალბათ ჰოლისტური ხედვა გვჭირდება. ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, ოჯახს აქვს პასუხისმგებლობა, რომ გარკვეულწად კონტენტს თვალს ადევნებდეს, რა სახის ინფორმაციებს ეცნობა მისი შვილი, რა სახის ვიდეოებს უყურებს, თუმცა მოზარდებმა ჩვენზე უკეთიციან ხოლმე ტექნოლოგიები და მათ ძალიან კარგად გამოსდით დამალვა, თუნდაც ისტორიების წაშლა და ასე შემდეგ. ამიტომ ალბათ უფრო ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა იქნება სწორი, ვიდრე კონტროლი და ჩუმად ტელეფონების თუ სხვა გაჯეტების შემოწმება ან მოთხოვნა რო გაუზიარონ. მეორეს მხრივ ისევ გავდივართ ფსიქოგანათლებაზე და ისევ გავდივართ პრევენციული, თქვა, ემოციური მედეგობის, სტრესისადმი მედეგობის ფენომენის საკითხზე, იმიტომ რომ უმეტეს შემთხვევაში ჩვენ ვახსენეთ, რომ იმ აკადემიური და ინტელექტუალური უნარების განვითარებაზე ხდება აქცენტირება, მაგრამ არ არის საერთოდ არც ოჯახის და არც სკოლის, არც ბაღის, მოდი ცოტა შორიდან რო შევხედოთ, 5 წლის ბავშვებმა იციან ინგლისურად წერა-კითხვა, მაგრამ ციან ხოლმე ბაზისური სოციალური უნარები. კი, და ეს შესაძლოა სწორედ სოციალურ უნარებზე აქცენტით, როგორც ოჯახში, ასევე, ვთქვათ, ფორმალური განათლების სივრცეებშიც გარკვეული პრევენცია მოხდეს ამ საკითხის, ხო? ბუნებრივია, ხანგრძლივ პერსპექტივაში ყველაზე ეფექტური ეს არის. სოციალური უნარების ნაწილზე და უკვე მეგობრობის ნაწილზეც, იმიტომ რომ ამ ფილმშიც არის ეს კონტექსტი დანახული, ხო, გოგონების და ბიჭების მეგობრობის პრობლემა, ასე ვთქვათ, და უკვე მშობლების როლზე, ოჯახის როლზეც კვლავ რეკლამის შემდეგ ავაგრძელებთ საუბარს. ოჯახის, ურთიერთობების და საზოგადოების მთავარი გამოწვევები. ფსიქოლოგია და მისი როლი ჩვენს ყოველდღიურობაში. შეხვედრა ფსიქოლოგთან ქალების რადიოს ეთერში. ნატა ასათიანთან ერთად. ქალების რადიოს წარმოგიდგენთ ურბანიკი. FM 93.1. რეკლამა ქალების რადიოზე. დაისონის და 1000 ლარიანი ვაუჩერის მოგება მარტივია. შეიძინე ველა სტიკერიანი პროდუქცია სუფთა სახლსა და სააფთიაქო ქსელებში. გადაფხიკე და გააგზავნე კოდი. ყოველი მე-1000 მომხმარებელი გარანტირებულად იგებს დაისონს. მოიწვიე მეგობრები, დააგროვე ქულები და დამატებით მოიგე 1000 ლარიანი ვაუჩერი. იჩქარე, აქცია ძალაშია 1 მაისამდე. ინოფისის ბიზნეს ცენტრები ურბანიკისგან თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე გთავაზობთ საოფისე ფართებს 20 კვადრატული მეტრიდან 10,000 კვადრატულ მეტრამდე. დაგვიკავშირდით 291 88 88. კვების რჩეული ობიექტები, სამუშაო დასასვენებელი და საბავშვო სივრცეები ყველა ასაკის ადამიანისთვის. იდეალური ადგილი სამეგობრო და საოჯახო შეხვედრებისთვის. ბაზარი, ქალაქი ქალაქში, სივრცე შენი სრულყოფილი დასვენებისთვის. მისამართი: ვეკუას 3A. ურბანიკის ახალი პროექტი ურბანიკ მზიური საქართველოს ბანკის პარტნიორობით გთავაზობთ ბინებს ქალაქის ცენტრში, მზიურის პარკის მიმდებარედ, სადაც ირგვლივ ყველა საჭირო ობიექტი და დაწესებულება 5 წუთის სავალზეა. მზიურის პარკი, ჩოგბურთის კორტები, ფიტნეს კლუბი. დაგვიკავშირდით 291 88 88. რეკლამა ქალების რადიოზე. 2 31 88 88.
ქალების რადიო ურბანიკისგან. FM 93.1. ოჯახის, ურთიერთობების და საზოგადოების მთავარი გამოწვევები. ფსიქოლოგია და მისი როლი ჩვენს ყოველდღიურობაში. შეხვედრა ფსიქოლოგთან ქალების რადიოს ეთერში. ნატა ასათიანთან ერთად. დავბრუნდით ეთერში, ვსაუბრობთ მოზარდების პრობლემაზე, აქცენტით მინი-სერიალზე Adolescence, იგივე მოზარდობა, რომელმაც ახლა ყველანაირი რეკორდი მოხსნა და ჩვენც ამ მინი-სერიალში დანახულ, ვთქვათ, დასმულ აქცენტებზე ვამახვილებთ ყურადღებას. ვისაუბრეთ სკოლის კომპონენტზე, ვისაუბროთ სოციალური მედიის, ასე ვთქვათ, მავნეზე გავლენაზე და მოდით ვისაუბროთ ოჯახზეც, ხო? ჩვენ მშობლები ხშირად ვფიქრობთ, რომ ის μικრო, ასე ვთქვათ, სისტემა, რომელიც გვაქვს შექმნილი ჩვენი შვილისთვის, გვაქვს კარგად მოწყობილი იმ თვალსაზრისით, რომ ვაძლევთ თითქოს რაც ბავშვს სჭირდება, დაგყავს სპორტზე, როგორც უკვე აღნიშნეთ, რაღაცა ტელეფონი სჭირდება და სესხს ვიღებთ თუ ვაგროვებთ და ვჩუქნით, ტანსაცმელი სჭირდება და ვყიდულობთ, მაგრამ თავად რჩება მიღო, როგორც თქვენ გააკეთეთ პრინციპში ამაზე აქცენტი ჩვენი გადაცემის პირველ ნაწილში, ემოციურად რამდენად ვაკმაყოფილებთ ბავშვებს თქვენი გამოცდილებით, უკვე ქართული გამოცდილებით, თუნდაც თქვენი თერაპიის ნაწილში. იდეაში ჩემი გამოცდილება კარგად ერწყმის თავად სერიალში ნაჩვენებ სტანდარტულ არა მხოლოდ მთავარი პერსონაჟის ოჯახის დინამიკას, ზოგადად ოჯახების ფენომენს, რადგან უმეტეს შემთხვევაში, როდესაც ასეთი დიდი ტრაგედიაა მოსული, სამი სახის რეაქციას ვხვდებით სხვადასხვა მოზარდთან, ნაწილი ეჩხუბება თავად მოზარდს, მეორე ნაწილი დუმს, თითქოს არაფერი არ მომხდარა და მესამე ნაწილი გაშეშებულ, გახელებულ მდგომარეობაშია, თავად არ იცის საკუთარ ემოციებს როგორ გამომკლავდეს. ანუ ეხლა ცოტა რომ აი ამ ზოგადი სურათიდან უფრო ვიწროდ შევეხოთ პრობლემას. უმეტეს შემთხვევაში მშობლები ემოციურად ხელმისაწვდომები არ არიან ხოლმე მოზარდებისთვის. ერთი არის ფიზიკურად დროის ერთად გატარება, რაც ასევე დეფიციტური არის ხოლმე. ხშირ შემთხვევაში დილით გადიან, საღამოს ბრუნდებიან და აბსოლუტურად მესმის მათ სჭირდებათ თუნდაც იგივე ფინანსური სტაბილურობისთვის, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ერთის მხრივ მოზარდებს დამოუკიდებლად უწევთ იმ ემოციური საჭიროებების დაკმაყოფილება ან ემოციებთან გამკლავება, რაც შესაძლებელია მოითხოვდეს მშობლის ჩართულობას. მეორეს მხრივ ხდება გაუცხოება, რაც უფრო ნაკლებ დროს ვატარებთ ჩვენ ერთად, ბუნებრივია მეტად დისტანცირდებით და შესაბამისად გვიჭირს გახსნილად თითქოს რაღაცა უსაფრთხო ემოციური გარემოს შექმნა. მეორეს მხრივ როგორც წესი, თავად მშობლების მხრიდანაც არ არის ხოლმე წახალისებული მსგავსი ქმედებები, განსაკუთრებით ბიჭების შემთხვევაში, ვინაიდან როგორც უკვე აღვნიშნეთ, მეტ მასკულინურობას მოითხოვენ, ბიჭებს არ აქვთ ემოციების ქონის უფლება, პირილის უფლება მათ შორის, ხო? დიახ, რა თქმა უნდა, ბრაზი და თითქოს რისხვის ეპიზოდები მეტად გამართლებულია, მაგრამ სევდა, შფოთვა, შიში, მარტოობის თუ იმედობის განცდა, ეს ემოციები თითქოს ბიჭებისთვის აკრძალულია. აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ არ ხდება ამ ემოციებთან ერთის მხრივ ამ ემოციებზე საუბარი, ვერბალიზება, ზოგადად გახსნა ამ თემის, მეორეს მხრივ ემოციურ რეგულაციაში დახმარება და მხარდაჭერა, რადგან სხვა აქცენტები და სხვა მიზნები აქვთ ხშირად ოჯახებს. მესამეს მხრივ როგორც წესი, როდესაც ესკალაცია ხდება უკვე ემოციური ქცევის და შემაწუხებელი არის, მაშინ ხდება მიმართვა, მაშინ ხდება როგორც მოზარდთან საუბარი, სპეციალისტთან რეფერირება თუ ასე შემდეგ. ანუ დავაზუსტებ, ქცევა თუ ბჭყალებში გვიშლის ხელს, მაშინ მივმართავთ სპეციალისტს. ემოციების შემთხვევაში და ემოციებთან როცა გვაქვს პრობლემა, როგორც წესი ვიყურებთ, ხო? როგორც წესი გვაქვს ფრაზა, რომ ჩვენც ესე ვიყავით და ჩვენც ესე გავიზარდეთ და გარდატეხის ასაკს ვაბრალებთ, ასე ვთქვათ, ხო? ბუნებრივია და
იქ არის ძალიან მნიშვნელოვანი მთავარი პერსონაჟის მამის აღიარება, სადაც ყვება როგორ ძალადობდა მასზე ფიზიკურად ბავშვობაში საკუთარი მამა და როგორ მოქმედებდა ეს მასზე და როგორ დაიფიცა, რომ არასდროს თავის შვილს ფიზიკურად არ შეეხებოდა. თითქოს ხო ეს საკმარისია ბაზისურ საჭიროებებს უკმაყოფილებს, ფიზიკურად არ ეხება, მხარდამჭერია, მაშინ რა დააკლო, ხო? თავად სვამს ამ კითხვას. ზუსტად ის ემოციური ხელმისაწვდომობა და მოდელირება, თავად მშობელი როგორ ახერხებს საკუთარი ემოციების მართვას, როგორ შეუძლია ამაზე საუბარი, როგორ შეუძლია აღიაროს, რომ თუნდაც ეშინიან, ღელავს რაღაცაზე. ეს მორალური მოდელები მათ ეხმარებათ შემდგომ თავადებს გადაიტანონ. ნათია, სოციალური უნარები ახსენეთ არაერთხელ და მოდით ამ ნაწილსაც შევეხოთ. იქ ჯეიმის ეკითხება ფსიქოლოგი და მე როგორ ფსიქოლოგის ნაწილზეც ვისაუბროთ. მეგობრებზე და საპირისპირო სქესის გოგონა მეგობრები თუ ჰყავს და ჯეიმი გაკვირებული პასუხობს, რომ არა, არ მყავს. აქ რას ხედავთ, როგორც მოზარდთა და ბავშვთა ფსიქოლოგი და ზოგადად რამდენად უნდა ვიყოთ ჩვენ მშობლები მართლაც ამ თვალსაზრისითაც გაფაციცებულებიათ, ასე ვთქვათ, რომ ჰყავს თუ არა დავინტერესდეთ საპირისპირო სქესის მეგობარი. რას აძლევს ეს ბავშვს მოზარდს? პირველ რიგში უმეტეს შემთხვევაში აძლევს ემოციურ ურთიერთობას. იმიტომ რომ როგორც წესი გოგონებს უფრო მეტად შეუძლიათ და თითქოს ნებადართულია მათთვის გარკვეულ სისუსტეებზე თუ სხვა სირთულეებში განსაკუთრებით ემოციურ საჭიროებებზე საუბარი და მსგავსი გამოცდილება ბიჭებს არ აქვთ. ისინი როგორც წესი ერთმანეთთან ნაკლებად ყვებიან რაღაცის რო შეეშინდათ, ან რაღაცაზე რო ინერვიულეს და იტირეს, მსგავსი გამოცდილებები ან არ აქვთ, ან არ აზიარებენ ხოლმე ერთმანეთში. მეორეს მხრივ აქ არის გარკვეული აღქმების და დამოკიდებულებების ფორმირება. ფაქტობრივად ჩვენ ახლა ვსაუბრობთ რაღაცა სტერეოტიპულ ხედვებზე, ერთის მხრივ გოგო როგორი უნდა იყოს და ბიჭი როგორი უნდა იყოს და რომ თითქოს გოგოს და ბიჭის ურთიერთობა აუცილებლად გულისხმობს რაღაცა რომანტიულ ან ინტიმური სახის ურთიერთობას და არ არის მეგობრობით და არა ცალსახად მეგობრობას, ხო? რადგანაც აქ ისევ აქცენტი გადაგვაქვს როლურ მოდელზე, თუნდაც მამაზე, სადაც თქვით რომ ფსიქოლოგს მე შევიხებით, მაგრამ ფსიქოლოგი ინტერვიუების ბარემ ფსიქოლოგსაც ვისაუბროთ. იმიტომ რომ კავშირშია. იმიტომ რომ ინტერვიუს პროცესში ცდილობს გაიგოს საერთოდ მამის და ბაბუის ფენომენის და თითქოს შეიძლება მაყურებელს კითხვა გაუჩნდა რა შუაშია, ეხლა აქ ბაბუა და მამა. თავშია იდეაში, იმიტომ რომ ასეთი ღირებულებების მქონე ოჯახში გაიზარდა ეს ბავშვი, სადაც მამაკაცები და ქალბატონები არ მეგობრობენ. სადაც მხოლოდ ბიჭები ბიჭურ საქმიანობებში არიან ჩართულები. და შესაბამისად, ჯეიმისთვისაც ძალიან უცხო არის, როგორ შეიძლება ყავდეს მას გოგო მეგობარი, თუ არა, როგორც აღნიშნე რომანტიული ინტიმური ურთიერთობებისთვის. ამიტომაც არის, რომ გარკვეული ტრავმული გამოცდილებები, ურთიერთობების პატერნები თუ ხედვა ღირებულებები, რაც ოჯახს უფროსებს გვაქვს, გვინდა არ გვინდა, გადადის დაისწავლება ბავშვების მიერ. კი, სარკესავით აირეკლება ცალსახად, ხო? მოდი ფსიქოლოგზე ვილაპარაკოთ. ერთი კითხვა მექნება ძალიან ბევრმა მეგობარმა მკითხა, რომ უყურეს მესამე სერია, სადაც მართლა ფანტასტიკურად არის ფსიქოლოგის როლიც და მისი განცდებიც, ხო? რეალურად აი გრძნობ როგორ ნერვიულობს, ხო? რაღაც შემთხვევებში როგორ მართლა კარგავს სადავეებს, ასე ვთქვათ. ცალსახად არ ეუბნება არც ერთ ეტაპზე ჯეიმის, როცა ეკითხება ჯეიმი, რომ მოგწონ ვარ და შენთვის მისაღები ვარ და ხო, საკმარისად კარგი ვარ, მე მგონი ასე ითარგმნება, ხო? არ პასუხობს. ეს აი პროფესიულად რო გითხრათ, ხო? რატო აკეთებს ამას? ნუ თუ არ შეეძლო ეთქვა, რომ კი, შენ ჩემთვის მისაღები ხარ. ეს რაღაც მხარდაჭერა არ იქნებოდა. აქ გააჩნია ფუნქციას, ამ შეხვედრის ფუნქციას. დიახ. მეც დავაკვირდი მაგ ეპიზოდებს და ბოლო კითხვა, რომელსაც ჯეიმი ოთახიდან გაყვანამდე უსმევს, ეს არის არ მოგწონ ვარ, ცოტათი მაინც არ მოგწონ ვარ. ხშირად ჩემმა კოლეგებმაც, ფსიქოლოგებმაც მსგავსი, თქვათ, კითხვა გააჟღერეს. უბრალოდ აქ მთავარი არის, რომ ჩვენ დავინახოთ, რომ ეს არის განსხვავებული პროცედურა, ეს არ არის ფსიქოთერაპიული შეხვედრა, სადაც ერთის მხრივ ესეთი მხარდამჭერი, ემპათიური გარემო ხდება მოზარდს, რომელიც პირიქით უსებს იმ სიცარიელეს, რომელიც სხვა გარემოში შეიძლება ქონდეს. ეს არის შეფასების პროცესი. და სასამართლო ფსიქოლოგია განსხვავდება ფსიქოთერაპიული პროცესისგან. აქედან გამომდინარე, აქ პირიქით აბსოლუტურად ნეიტრალური უნდა იყოს ფსიქოლოგი, რადგან
ერთის მხრივ ჯეიმის აი ეს სოციალური სასურველობა და გარკვეულწილად მიმღებლობის მოთხოვნილება პერიოდულად შეზავებულია манипуляციის გარკვეულ ქმედებებთან. მისი მხრიდან, ხო? დიახ, რა თქმა უნდა. აქედან გამომდინარე ფსიქოლოგი ძალიან კარგად ვიტყოდი მე პროტოკოლის გათვალისწინებით უძღვება პროცესს, ნაკლებად აფიქსირებს თავის პოზიციებს და ნაკლებად აძლევს, ესე ვთქვათ, მიმართულებებს, რაც უნდა რომ მოისმინოს. და ბოლოს ჩვენ გადავაჭარბეთ ყველანაირ დროს, მაგრამ მადლობა თქვენი დროისთვის და რომ შევაჯამოთ, ასე ვთქვათ, მართლაც ცხვირთან სარკის მიტანაა, სწორად გქონდათ აღნიშნული და კიდევ ერთხელ რომ შევაჯამოთ, აი ძალიან ისე მოკლედ ჰაილაითებად, რას გვასწავლის მშობლებს, მასწავლებლებს და მთლიანად საზოგადოებას. რომ შეცდომა არავინ ვართ პირველ რიგში და ნორმალურია რომ საკუთარი შეცდომების აღიარება დავიწყოთ და შეცდომების აღიარების პირველი მექანიზმი არის სწორედ ის რომ დავინახოთ ოთახში სპილო, დავინახოთ პრობლემა რომელიც არსებობს როგორც სკოლის სივრცეში, ასევე სახლში. და პრობლემა არ არის მხოლოდ ქცევით გამოვლენილი, როდესაც არის ცვლილებები, როდესაც არის სოციალური იზოლაციისკენ ტენდენციები, არასტაბილური გუნება განწყობა შეიმჩნევა მოზარდთან, იცვლება თუნდაც ფუნქციონირების ხარისხი და როგორც წესი ქვეითდება. ეს უკვე არის სიგნალი იმისი, რომ რაღაცა რიგის და მეტი აქცენტი პრევენციულ ღონისძიებებზე. მთავარი ჩემი მისჯი ალბათ ეს იქნებოდა. არა სადამსჯელო ღონისძიებებით ხელმძღვანელობა, არამედ არიდებაზე და ემოციურ კეთილდღეობაზე მეტი ზრუნვა. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა. ნატია, მართლაც აუცილებელია რომ ასეთი საუბრებით შედგეს, ასეთმა თუნდაც სერიალებმაც დაგვაფიქროს, რომ ჩავიხედოთ სარკეში, რომელიც ალსახად გვაჩვენებს, რომ მოზარდების მოსმენა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მათთვის მორალის კითხვა და ემპათია უფრო საჭიროა, ვიდრე კონტროლი და პრევენციული ღონისძიებები. დიდი მადლობა. ნატია მალანია, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი. მე ზუსტად ერთი კვირით გემშვიდობებით.